სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ეხლა უკვე ვიდეოს დაწყებისას ბაბუას ვემალები. ერთდროულად რო ვამბობ სალამი მეგობრებო. მაშინვე მახტება ეს ცელკი. ჰექტორ ბაბა, აბა რატო გაბრაზდი ისევ, იტალიელი ბედაური, მაშალლა, რა სიმპათიური შვილი მყავს. მეგობრებო, ძალიან ცუდი უბედურება შემემხვა. ნახეთ, მე ყოველთვის გეუბნებით, რომ ინსტაგრამზე გამომქევით ძმებო. ფერმაში რაც ხდება და რაც არ ხდება, ყველაფერს ინსტაგრამზე ვაზიარებ. ჩემი ინსტაგრამის მისამართია ტაიფუნდემირ ციტევე, ერთად. რამდენიმე დღის წინ მე დამბინა ბაღში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელმა შვილმა დამბინა? კომენტარებში დაწერეთ თქვენი ვარაუდი, ველოდები ძმაო 10 წამი. ნახოთ ვინ გამოიცნობს სწორად, გულს დაუწერ. ნატაშა, ამ ბაღში კი ეს გოგო ძალიან ერთგულია ჩემთვის, ანუ ერთგულებაში სამეულშია. ძმაო, სულ ჩემს გვერდითაა, როგორც კუდი, სულ. ცხოველი სულ პატრონის თვალებში იყურება. ძალიანაა ჩემზე მიჯაჭული მეგობრებო, ჩემი გოგო ძალიან ერთგულია, ჩემი ნატაშაა, მაშალამას. ეხლა ვაცხადებ, ვის დამკბინა, მოდი ძმაო. მოდი. წამოიყვანე ეს უჩი. აჰა, ალექს, გესმის ჩემი. ალექს, ისე ვიღაცაზე თავდასხმას აპირებს, ალექს. რამდენიმე დღის წინ ალექსი გამოვიყვანე, ოდინი გამოვიყვანე. დინით ვიფიქრე, ახალი სავარჯიშო ადგილი გვაქვს და ორივე იქ გავუშვი, რომ მევარჯიშოთ. 2-3 საათი გავიდა, მესამე საათზე. კარგი ბელა. ხედა, ოდინი გარეთაა. იქაურ კარს ბადეები გაუტეხავს და გარეთ დადია. მერე პირველ რიგში ოდინი დავიჭირე. მერე ჯერი ალექსზე მიდგა. ალექსი სხვა ძაღლებზე ცდილობდა შეტევას და უცებ ვეცადე უკანა თათაზე დამეჭირა, რომ არ შეტეულიყო. უცებ ხელზე მეცა. ამ მომენტს ახლა ვიდეოში ვდებ, ნახავთ. თქვი, აი ხელის მდგომარეობას ხედავთ? ცოტა ხანში ნახევს გავიკეთებ კიდეც. ეხლა ამის გამკეთებელი ალექსია. ძალიან გამაბრაზდა, ძალიან. ენით აუწერლად. იმდენად გავბრაზდი, რომ ინსტაგრამზე ვფითხე, ალექსი თავშესაფარში მივიყვანო, ვინმეს მივაბარო, თუ ისევ მეუყურო მეთქი. იცით, უმეტესობა მითხრა, თავშესაფარში მიიყვანეო. ანუ 10 შეტყობინებიდან 6-მა მითხრა, თავშესაფარში მიიყვანეო. მაგრამ მაინც ვერ გავიმეთე. თქვი, კარგი, ერთხელ უზრდელობა ჩაიდინა, ხანდახან ხდება. მერე ვიფიქრე, ღმერთმა ქნას ჭკუაზე მოვიყვანთ მეთქი. ნახოთ, ამის შემდეგ ღმერთმა ქნას აღარ გააკეთოს, ცადოთ, ნახოთ, დამგლეჭ თუ არა. ალექს, არა, გამოდი, დაიცადე გოგო. მოიცადე, ჩუსტები გამიცვიდა, მოიცადე, ნახოთ, ალექსი დამბლეჭ თუ არა. ამ ალექსმა მამას რატო უგბინა მამას? მამისგან რა უნდოდა ამ გოგოს? მამას რატო უგბინა ამ გოგომა? მამას რატო უგბინა ამ სილამაზე? მამისგან რა უნდოდა ამ გოგოს, ალექსი? თუ არა, მამას ხუმრობა გაუკეთა. მოდი ვნახოთ. მამას ხუმრობა გაუკეთა, მამას ხუმრობა გაუკეთა იმ გოგომ, არა ალექსი. მამას ხუმრობა გაუკეთა ამან. ალექსის იმ წამს უცებ ბალანსი დაეკარგა, თავი დაეკარგა და დატრიალდა კიდეც. ჩემ გოგოს ჩვეულებრივ ცუდი განზრახვა არ აქვს, ის მამას ვერ აცკანინებს. იმ დღეს რაღაც გაუგებრობა მოხდა, ხო ასე ალექს? ჩვენ ერთმანეთში ვისაუბრეთ, საერთო ენა ვიპოვეთ, მეგობრებო. ალექსმა ჩემი გული მოიგო. პრობლემა აღარ არის. მე ცოტა გაუბრაზდი, მაგრამ იმედია მეორედ აღარ გააკეთებს. ხომ ასეა, შეცავკო გოგო. მისმენ ეხლა. მეორედ აღარ დაგინახო ასე. კარგი? ასე რომ მოეკეცი მამას მეორედ აღარ ვნახო ალექს, გაიგე? ცუდო ბიჭო, ეგ ჩხუბით რო შეწყვიტო. არა ძმაო, ვერაფრით შევაწყვეტინეთ ამ გოგოს ეგ ჩხუბი. ყოველთვის მინდა იაროს, ითამაშოს. სხვებთან ერთად იაროს, ძმაო, ყოველღამე ესხმის თავს. იმ დღეს ოდინსას დაესხა თავს. ნახე, იმ დღეს ოდინსას დაესხა თავს, ოდინმა კარგად სცემა და მას შემდეგ ჭკუა ისწავლა. სუნთქავე ყველა არსებას ეჩხუბება ეს შეშლილი. მოიცადე ალექს, ერთი წუთი ჩვილო. იცადე. გაჩევდი. ნორას ეგ პერიოდი გაუვიდა, ნორა გაუშვი. მაგრამ ეს მაძუნაგი დედე ნორას ჯერ კიდევ არ ასვენებს, მეგობრებო. ჯერ კიდევ. ეხლა ძმაო დღეს ისევ დილის რუტინა. გალიები გავრეცხე. სხურებისა და ქათმების წყალი გამოცვალე. ცოტა ხანში დესტანს გავუშვებ. თესთან ბაბას მდგომარეობას გაჩვენებთ. იცით, ბოლოს წის გუნდს ვამზადებდით. წის გუნდთან ერთად ვიდეოს ფილმაც ვაგზელებ მუშაობას. ისევ ვცდილობ, ვისაც შემიძლია შევათანხმო. გუში, ნახე. მარია და ბელა ერთად გავუშვი.
2 საათი არაფერი ხდებოდა, 2 საათი. ბელა აქ არის, ეს ოდინი. 2 საათის შემდეგ უცებ რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა და ასე შემდეგ. როცა ნაპერწკალი გაჩნდა, ბელა და მარია ერთმანეთს დაერივნენ. ვერ შევარიგეთ. ანუ მე ისევ ვაგრძელებ ახლა. ანტკის გუნდში მარია ისევ იქნება. დეჟა, ტაისონ და დესთან ბაბასაც ვეცდებით ჩავთოთ, მეგობრებო. მოიცადე როკი. როკი მოდი აქში. მართლაც. სწორედ ესაა ძაღლი, რომელიც ტყეში უნდა წავიდეს და მგლებზე ინადიროს. მართლაც, სწორედ როკი უნდა მოვიდეს. ეს არა მარტო მგელს ღორსაც კი დაახჭობს, ღორს. ღორსაც რო თავი დავანებო, დაცსაც დაახჭობს. შეხედე ამ კაცის ძალას და ძლიერებას, ახლა ხანს კარამელს წველიდი, ქვემოთ მელოდები. კარამელის რძეს დალევს. ჩვენი პუდელი სოფლის ძაღლი გახდა, ხალხის პუდელები სახლში კომფორტში ცხოვრობენ, ჩვენი კი თხის ქვეშ წევს და რძეს ელოდება საწყალი. პუდელო, პუდელს გეძახი, როკი. ეხლა ამ რუკის დავკეტავ, მეგობრებო. ტაისონს და მაისონს გაუშვებ, ამიტომ რისკზე ნუ წავალთ. ეხლა ძმაო, მოდი ჯერ ამ 100-ია გოგოს ზოგად მოვლას ჩაუტარებთ, კარგი? მასაც ეხლა დავბან სად არის ჩვენი 100-ია. ცხურები და თხებიც ვნახოთ, მოდი აქ. რა აკეთებენ ჩემი ლომები, რა აკეთებენ ჩემი ლამაზები. მამა კარგად ულისმათ. კარამელი ხო კარგადაა ჩემი გოგო. მაშალა ჩემს ლამაზებს, ჩემს ბატკნებს, ჩემს ლომებს, კამსლომებს. კარგად ხარ ჩემო ძვირფასებო. მაშალა ღმერთს შევეწირები ვინც თქვენ მომცა. ღმერთო ჯამთელი და გზელი სიცოცხლე მისცეს ჩვენ შვილებს. ყველა ერთმანეთზე ლამაზია. ეს ჩემი სიმშვიდის კუთხეა. ხოლოდ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ქათამი და მტრედი დაგვეკარგა, მეგობრებო. ეხლა ახალს ვიკიდი. ისევ მინდა ქათმების და მტრედების მოყვა. იხვები, ისენი, ესენი, მინდა რომ აქ ყველაფერი სავსე იყოს, მინდა აქაურობა ასე აივსოს. აუ, სად არიან ჩემი ლამაზები, იხვები, ნახე ბატები 2 დარჩა. ბატებით 3 იყო, შეიძლება კიდე 3-ს ვიყიდი, 3-4-ს კიდე. მინდა ცოტა უფრო სავსე იყოს აქ. ცოტა გავზვდი. კიდევ ერთი ცხოველი ხო არ მოგიყვანოთ, მეგობრებო, რა სიტყვით აქ. თუ რაიმე რჩევა გაქვთ, კომენტარებში დამიწერეთ. პამუკ, რას აკეთებ, ლამაზო? შემი თკბილი გოგო, რას აკეთებ შენ? მაშალა შენ, თკბილო გოგო. ბონჯუკ, შენ რატო არ იგებ ხმალს, ცელკი ბონჯუკი. სად ხარ, შვილო? აი, ვიდეოს ვიგებ და საერთოდ არ ვიყურებ. რა კაცი ხარ შენ, რა კაცი ხარ შენ, რატო არ მოდიხარ? ბონჯუკი. ეხა მეგობრებო, 100-ია მოვიდა ჩემთან, ნახეთ. 100-ია, მოდი. მოდი აბა, 100. 100-ია მოდი, 100-ია მოდი, 100-ია მოდი. სად ხარ გოგო? მოიცადე, ვნახო, აქ ხარ. ეხა ნახე, 100-ია გოგო ძალიან მოულელად გამოიყურება. ეს კეცი დაავად და წამალი მივეცი, მაგრამ არ უშველა. დამატებითი საშუალებებიც გამოვიყენეთ, მაგრამ არ უშველა. ყოველ წელს ზაფხულში ამ გოგოს ასე ემართება, მეგობრებო. ეხლა ძალიან ქავილი აქვს. ცხოველში წყილი არ არის, წყილის გამო არ იქავებს, კეცი აეკავ. ეხლა 100-იას კარგად დავბანთ და გავასუფთავებ. ვიტამინის დამატებასაც გაუგეთ. ამის შემდეგ კეცმის წამალს მივცემ, ჩემს გოგოს ცოტა გონს მოვიყვან, ძალიან ეკავება, ნახე. ძალიან არაკომფორტულად ზრდობს თავს. მე ამას ვიყენებ, ძმაო, ყველა წამალს ვიყენებ. 100-ია თითქოს ფილტვებიდან მომდინარე პრობლემა აქვს, ასე მგონი. ვერ გავიგე, ანუ ეგეს მხოლოდ ბიოქიმიის ანალიზით უნდა გავარკვიოთ. ჰემოგრამა უნდა ჩავატაროთ, იქედან უნდა შევამოწმოთ. ეხლა მოდი ესენი გავაკეთოთ. მოდი დაუბანოთ, გავწმინდოთ, წამალი გამოვიყენოთ, ვნახოთ, დაეხმარება თუ არა, მერე გადავიყვან. რატო იცით? დღეს თუ ჰემოგრამას და ბიოქიმიას გააკეთებ, გამოკვლევებთან ერთად მინიმუმ 12,000 ლარია, მეგობრებო. ამიტომ მოდით, რაც ხელთ გვაქვს, ზოგად მდგომარეობა შევხედოთ, თუ საჭირო იქნება, მერე გადავიყვან. ეხლა კიდევ სხვა წამალს გამოვიყენებ, დავბან, გავწმენთ. დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ შედეგს გამოიღებს. ინშალლა ჩვენი გოგო გამოკეთდება, რადგან თავს სუდად გზნობს. მოდი ასე. გადადი შვილო გარეთ. ჩვენგან ერთი თხოვნა მაქვს. გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. ძალიან გამიხარდება თუ ამ ვიდეოს მოიწონეთ. გამოიწერთ არხს და კომენტარსაც დაწერთ, რომ ხარი დამიჭირო. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, არ გამიტეხოთ გული. კიდევ ერთი რამ არის ესე. ეხლა, რადგან წლები ამ საქმეს ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომელი დაავადებისთვის რა არის სასარგებლო, რა გამოიყენება და ასე შემდეგ. მხოლოდ ოპერაციას არ ვაკეთებ, მეგობრებო. ეხლა თუ მე ყოველ ძაღლს უმცირესი პრობლემის გამო ვეტერინართან წავიყვან, ამ ყველაფერს ვერ გავართმევ თავს. ვეტერინარის პასები იაფი არ არის. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ სანტოსი წავიყვანეთ, სამწუხაროდ სანტოსი დავკარგეთ. იმ დღეს 1 საათის ოპერაციაში 25,000 თურქული ლირა გადავიხადე, მეგობრებო. 25,000 თურქული ლირა.
ცოტა ხნის წინ ჯეგი ცუდად გახდა. ამის შესახებ არ იცით ვიდეოში არ გამიზიარები. ბევრი ტესტი ჩაუტარდა. იმ დღეს წავიყვანე და 15000 თურქული ლირა გადავიხატე. ვეტერინარის ფასები ძალიან მაღალია. ამიტომაც თუ პატარა პრობლემა დავინახე, ეგრევე წავიყვანო, ეგრე არ არის. ისედაც რა მკურნალობა ტარდება, რა გამოიყენება, ყველაფერს მე თავიდან ბოლომდე ვიცი. როგორც თქვი, ერთადერთი პრობლემა ოპერაცია, ისიც ცოტა რამ რო დავინახო და შესაძლებლობა მქონდეს, იმასაც გავაკეთებთ. ეხლა 100-ია, ჩემო გოგო, სად უნდა წაგიყვანოთ? 100, ანატოლიის ნამდვილი შვილი 100. ეხლა ნახე, 100-ია, ჯერ აქ დავაბათ, კარგი? 100-ია, შენი გაჩერდი შვილო. ტაისონ მამას გაუშვა 100-ია. ტაისონ მამა მოვიდეს 100-ია, ტაისონ მამა მოვიდეს. ტაისონის მაშალლა სიდიადი ძალიან მაგარია ძმაო, რაც აღლია. ნახე, ეხლად მოსულ როტვეილერებს შორის. ტაისონზე გავგიჟდი, დაჯაზე გავგიჟდი. დორაზე გავგიჟდი. ძალიან ხასიათიანი, ლამაზი ძაღლები არიან. ანუ მათი ის თვისებები ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ჩხუბი და ხმაური არ აქვს, ძალიან ჭკვიანები არიან, მეგობრებო. მაგალითად, გუშინ ბელა და სხვები რომ იჩხუბეს, დავჯადა ტაისონი, საერთოდ არ ჩარეულან. ტაისონ მე აქ გაქებ, შენ კი იქ ჰექტორ სეპრანჭები, პაშა. გონიერად მოიქეცი ტაისონ. ეხლა ძმაო, მოდით 100-ას პირველი ინექციები გავუკეთოთ, მეგობრებო. 100-ასაც ეხლა ამას გავუკეთოთ. კეცისთვის ასეთი წამალი არსებობს, ეს რეკლამა არ არის. Nexgard Spectra ქვია. ამას გამოვიყენეთ 30-60 კილოგრამისთვის. მათ მივცემთ. ეს კეცზე, გულიშჩიაზე, შიდა და გარე პარაზიტებზე, ყველაფერზე ეფექტურია, მეგობრებო. და კიდე დამატებით, ეხა ვიტამინებიც გვაქვს, გოგო, მაგრამ შენ არ გადახტე. ჯერ ამ 100-ას ვიტამინები გავუკეთოთ, მერე დავბანოთ, ძმაო. ეხლა რასაც გავუკეთებთ, ეს არის B ვიტამინები. B ვიტამინი, B კომპლექსი, მეგობრებო. იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაუძლიერდეს, მადა გაეხსნას, სისხლის უჯრედები განახლდეს, მადის დაკარგვისა და სისუსტის შემთხვევაში ყოველთვის B ვიტამინს ვიყენებ. საერთოდ ეს ყველაზე კარგი ვიტამინია. ეს საუკეთესოა, ძმაო. ეხლა 100-ია, მზად ხარ ჩემო ყვავილო. მოდი 100-ას მამა გაუკეთოს ეს ნემსი 100. ყოჩახ ჩემ გოგოს. ჩემი 100-ია ჭკვიანია, ვინ ამბობს რომ ის სელქია? ვინ ამბობს რომ ის სელქია? მოდით ვნახოთ, გამიბედავს თუ არა წინ დადგომას. ჩემმა გოგომ ნემსი საერთოდ ვერ იგზნო. რატო? ტკივილის ზღვარი ძალიან მაღალი აქვს. ეხლა ამ ტაბლეტს მივცემთ, მეგობრებო, ამ ტაბლეტს ჩვეულებრივად ძაღლები ჭამენ. იცით ეს რამდენი ღირს? თითოეული დაახლოებით 1300 ლირა უნდა იყოს. ესეთი ერთი 1300 ლირა აქვს. ორივე შიდა და გარე პარაზიტებისთვისა. ასევე კარგად მოქმედებს კეცზეც. მე ადრე ყოველთვის კეცი ამით მოვაშორებ, მაგრამ ინშალლა ვნახოთ, სასარგებლო იქნება. ვაიმე, რა ჟელატინი გაუკეთებიათ ამას. აი ეს ესეთი რამეა. ნახოთ, აზია ამას თვითონ შეჭამს თუ არა. აზია, აირე შვილო. არ შეჭამა. ეხლა აზია თუ ამას არ შეჭამ, მამა იძულებული იქნება ძალით ჩაგაყლაპოს, ხო იცი? მამა იძულებული იქნება ძალით ჩაგაყლაპოს. აზია. ჩვეულებრივ ძაღლებს ეს ძალიან უყვართ, მაგრამ აზიას არ მოეწონა, მეგობრებო. ეხლა წყალს მოუშვებ. კარგი, მოდი აზიას ნელ-ნელა დაბანას დავუწყოთ. კაროლინი გადაიღე. კაროლინ, ცურავ ხო? კაროლის კარგად აქვს საქმე, ცელქი კაროლინი. ჩემი კაროლინი ძალიან მიყვარს. ძალიან ჭკვიანია. ჩემი 100-ია, ეხლა გაჩერდი ერთი წუთი ჩვილო. ჯერ მოდი კარგად დაგასვენებთ, კარგი? 100-ას ვათაშორის ძალიან უყვარს ბანაობა, მეგობრებო. გალიაში ყოფნის დროს სულ მეუბანდი მას. წყალს არ გაურბი, ძალიან უყვარს წყალი. სინამდვილეში 100-ია რომ კარგ ზღვაზე წავიყვანოთ. შეიძლება ბეწვსაც კარგად მოვიდეს, იცით? 100-ია წავიდეთ ზღვაზე, გინდა გული. ჩემი ჭკვიანი გოგო. იმ ცხოველის ბეწვიც გაყვითლდა, ძმაო, ამის ბეწვი ესეთი არეთი არ იყო. უფრო ასეთი. ნაცრისფერი. ამ კანის დაავადების შემდეგ სულ გაყვითლდა. ხო, გოგო. რა დაემართა ჩემს გოგოს, ნეტავ თვალი ხომარეცა ჩემო ლამაზი. ჩემო ლომო. ეს ყოველ ზაფხულს ასე ხდება, ძმაო, ზამთარში იმატებს, ზაფხულში იკლებს. ეხლა ზოგი წერს კიდეც. არა, ზოგი ძაღლი სუსტია ესია. მეგობრებო, ჩვენ ძაღლებს მაქსიმალურად კარგად უვლით, არაფერს ვაკლებთ, მაგრამ ზაფხულში ძაღლები წებიწონაში იკლებენ. ზაფხულში ძაღლები წონაში იკლებენ, მეგობრებო. ზამთარში წონას იმატებენ, ზაფხულში ცხოველებს მადა უმცირდებათ, ზამთარში კი მატულობს. გაიგეთ? ამიტომ სხვადასხვა
გამხდრებიც არ არის. ერთი რამე ასია ხო გამხდარი. ისეს ასეთი არ იყო. ამ დაავადებამ დაასუსტა ცხოველი. ხოჩახ ჩემი გოგო. ძალიან ჭკვიანია ჩემი შვილი. მაშალა ჩემს ლომს. ეხლა კარგად ამოურეცხოთ შენი სხეულის სიბინძურე. შემდეგ ასიას ეხლა ქათმებთან არ შეუშვებ. დღეს კანი გაშდეს. ქათმებთან დღეს ცოტა ხანში მაზლუმს ვსდით, მეგობრებო. მაზლუმისაც ცოტა მეშინია. ცხვრებსა და თხებს ზიანს ხო არ მიაყენებს, ამას ვსდით. ამის შემდეგ დღეს მაზლუმ ბაბა დაიცავს. ეს წამალის რომელსაც ვიყენებთ. დაახლოებით 10 დღეში მოქმედებას დაიწყებს. ასია მოდი ცოტა წყალი დაგასხაშვილო. არ დაიფერთხო, კარგი? ერთი წუთი შვილო. არ დაიფერთხო, შვილო. წყალი მიდის, ნახე, აღარ ქაფთები. ხოჩახ ჩემს გოგოს. ხედავ რა ჭკვიანია, საერთოდ არ ეუცნაურებ. ჩემო საყვარელო, დაიცადე შვილო. მაგრამ არ შეირხიო რომ კარგად დაიკაპოს, ნახე? არ შეირხიო შვილო. დაიცადე. როცა სხეული შრება, მე ის არ ქაფთები. დაისონ ბაბა, შენს გინდა დაბანა, ა? ბაშა, შენს გინდა დაგბანო, გაიქეცი აბა. ეხლა ამ სავარცხლით, კარგად შევიზიდოთ კანში. ყოჩახ ჩემს გოგოს. ყოჩახ ჩემს ლამას. დაიცადე ნახავ. ჩემს გოგოს მამიკომ ბანაობა რო დააწყებინო, შენ კი ჩვენს ბანავ შვილო. შეიხიე ცოტა ნახე. ნახე ბეწვი როგორ უბწყინავს, ხედავ? კეცის გამო ბეწვი სულ დასვივდა. ნახე, განსაკუთრებით ეს ნაწილები გადაიღო. ნახეთ, ხედავთ? ნახე, აქ ყველგან ბეწვი გასცველი. ეს კეცი ესეთი საზიზღარი რამეა, ღმერთს გეფიცებ. ძულს ეს კეცის დაავადება. შვილო, შენ ისედაც მანქანას ავითხარ. მოგბანო ისე როგორც მანქანას ბანენ, ა? ასია. ნახე. დაიცადე შვილო, სულ დამასველი, დაიცადე. ხო, დაიცადე. ბოლოს გაიფერთხები. ბიჭებო, მოდით ბოლოჯერ წყალი დავასხათ. მე დაუბანე რომ კანის ჭუჭყი მოიშოროს, გაიწმინდოს. მე ზღვაში წავიდე. ზღვაში მარილიანი წყალია, კარგად იმოქმედებს. ცოტა ვაცუროთ ის. მაშალა ჩემს გოგოს. დაიცადე, თავი კარგად ვერ დავბანეთ. ეხლა რადგან ყურები მოკვეთილი აქვს, თავის დაბანისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რომ ხუში წყალი არ შევიდეს. ამიტომ ასე დიდხანს არ დაგიჭირე. კარგი გოგო. ყოფნის შემშვილს. კარგი. მოდი ახლა გაიბერთხე. მოდი წყალს გამოვთავ. მოდი დავარცხნოთ ისი ძმაო. ეხლა შვილო, მოდი შენს კარგად დაგვარცხლო, კარგი პატარა. ვერ გაგამშალებ, ისედაც ცხელა. თან გრილად იქნები. გამშალება საჭირო არ არის. დაიცადე შვილო ჩემო, დაიცადე. მაშალა ჩემს ლამას. ძმა, თუ ამკეთს არ უკუნალებთ, არ გადის. ანუ თუ ძაღლი ყავთ, ისწავლები 100%-ით უნდა გამოიყენოთ, თუნდაც დაბანოთ ან სხვა რამე გააკეთოთ, არ გადის. სხვა გამოსავალი არ აქვს. ამიტომ
რასაც შეგვიძლია შვილებისთვის საუკეთესოს ვაკეთეთ, მეგობრებო, რა ვქნათ? კარგი გული. ჰა? კარგი ჩემო სიყვარულო. მოდი აქ. ეხლა მე შენ აისას გალიაში შეგიყვანო ჩემო გოგო. მოდი. ეხლა ცოტა ხანს დარჩი. კარგი შვილო. შენ იქ ცოტა ხანს გაჩერდი. თუ ისევ გავუშვებ, ისევ დაისვრის. დაისვრის თავს. გალიაში იატაკი ბეტონია, ხო იცი? კარგი გაწმენდა. იქ გაჩერდეს და გაშრეს. დაისი. მოდი შენს დაგბანო, მოდი. მოდი. მოდი აქ, მოდი. მოდი აქ, მოდი. მოდი ცოტა მოგეფერო, მოდი. სად არის ჩემი დიდი ბავშვი? სად არის ჩემი დიდი ბავშვი? სად არის? დაისის მამა. ლომგული. ადაჯას და ეჭვიანის ჩაერთნენ. ეხლა გაუშვათ დაჩა. დაჩა, შენ ხო თავს მესხმოდი. რა მოხდა დაჩა? ჰა? ჩემი მამაცი გოგო ხარ. მარშალა თქვენზე. მონადირეებს ვზრდი, მონადირეებს. როგორ უყვართ ერთმანეთს შემოსიცოცხლეება? ნორა გაიცა, მოიცადე. გუშინ ისინი ნორასთან ერთად არ გაუშვით ნახოთ. ნორასთან იჩხუბებს. აჰა. კუდებია წეულია, სიტუაცია იძაბება. გთხოვთ, ნუ გააკეთეთ რაიმე ცუდს. მოდით აქ. ლორა წამით წამოხდა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი უთქვავს. გაჩერდი ბაბუა არა. ბაბუა ეხლა ჩხუბი? არა, ბაბუა არა. მოდი აქ. ბაბუა ეხლა ნორას დასაცავად გადავიდა და თავს ესხმის, მაო. ძალიან ცუდად წავიდა ჩვენი საქმე. ბაბუა. ნორას ისე გააგიჟა, რომ ვერავინ მიუახლოვდება. ვერავინ. პირდაპირ კბილებს აჩვენებს და ესხმის თავს, ნახე? ხედავ? აჰა, ალექსთან პირს ნუ მიყობ, მოდი. ალექსი ტაჯას უგბეს. ეხა მაზმუ ბაბას უნდა მივხედოთ, მაგრამ ჯერ ესენი უნდა გავუშვათ აქედან. მოდით ახალგაზრდებო, მიდით ცოტა გაიციეთ. თქვენ ცოტა გაიციეთ. თაისთანაც მაზლუმი იჩხუბებს. მაზლუმი 100%-ით შეტევაზე გადადის. ამან. თაისის მამა, შენ ცოტა მოშორდი შვილო. ან თაის, მოდი. შენ 2 წუთით აქ გალიაში ჩაქსვამ. გადი აქეთ. აქეთ გადი. მოდი თაისთან. გადადი ფაშა. შენ იქ დარჩი. ეხლავე ერთი მაზლუმი მოვიყვანო. მაზლუმ, მოდი. თუ ფერს გაწუდის იჩხუბებო. მაზლუმ ბაბაოლეი. ჩემი სიმპათიური მაზლუმი. შენს ღირსებასა და პოზას ვენაცვალე. ქარინჯი ჩემთვის ქარიზმის ნამდვილი შვილია. გაჩერდი ტაჯა, მაზლუმს არ მიუახლოვდი. მაზლუმ ბაბა, ბიჭო, რას აკეთებ? მაზლუმის გაბრაზება საშიშია, იცოდი. ამ ერთხელ ადრე თაისიც კი დაამარცხა. არ ვიცი ის ვიდეო ვინმე ნახა თუ არა. ნუ უყურებთ, რომ პატარაა, ძალიან გიჟია. ნახე. ტაჯამ შეიყვარა მაზლუმი. ტაჯა, გინდა მაზლუმთან თამაში? ტაჯა, კარგი, დამშვიდი. მოდი ახლა მაზლუმი შევიყვანოთ შიგნით ძმაო, მოიცადე. დამშვიდი, შედი. ტაჯა, შენ არ მოხვიდე. ტაჯა, არა. ტაჯა, შენ არ მოხვიდე, შვილო. შედი. ეხლა მაზლუმ ბაბა. შენ მოგეფერები, მოდი. არავითარ შემთხვევაში არ დაესხა თხებსა და ცხვრებს, კარგი პაშა? ლეგენდობი, კარგი? ძალიან მიყვარს მაზლუმი, ძალიან კარგი ბავშვია, ძალიან ცელქია. ძალიან ცელქი და ენერგიულია მაზლუმი. ეხლა გავხსნათ ეს შვილო. დაიცადე, ნახოთ. რა ხდება იქ, ტაჯა, არა. გადადი მაზლუმ. ეხლა მაზლუმს დავაკვირდეთ. თხებსა და ცხვრებს დაესხმება თავს. საერთოდაც გვერდით არ წავიყვანეთ, პირდაპირ გავუშვით. ღმერთმა ქნას არაფერს დაუშავებს. მაზლუმ ბაბაოლეი. სად არის ჩემი პაშა? მაზლუმი ხო იცი სინამდვილეში ნამდვილი ზარაჯის ზაღლივიტა. საერთოდ არ ძინავს, ხო გესმის? სულ ყებს და ყვირის. ფრინავჩიცაც კი ეწინააღმდეგება. მაზლუმი. სინამდვილეში ალექსი და მაზლუმი ერთად უნდა გაუშვა. მაზლუმი მას მოერევა. იცით? მაზლუმი. ეხლა ცოტა ირგვლის სუნი დატოვოს. გაიხსნას. მოდი აბაშვილო. მოდი. აუ რეისო, მოხედი რეისო. ლამაზო შვილო. ბონჯუკ ფაშა. მაზლუმს არასდროს დააზიანო, მაზლუმი. შეიძლება დაგესხას გთხოვ. გაიგე შვილო, რას გეუბნები? მაშალლა შენ. ეხლა მაზლუმის ყურადღებას გადავიტან ძმაო. ნეტავ მაზლუმიც მოსულიყო, რომ თხებთან არ გაერიოს, მაშალლა წყაროსავითა. ეს რა მოშარდე შვილო? ილო, ალბათ 5 მეტრი მოშარდე. მოდი აქ. მამიკო რო შეტევა უნდოდეს, ალბათ პირდაპირ დაესხმებოდა კიდეს, მაგრამ ეხლა ვერ გაიგებ. ბოლომდე ვერ ენდობ. თხებსა და ცხურებს არაფერი დაუშავოს, დღეს აქ დარჩეს.
საღამოს აქ წესრიგს ის მიხედა. ადრე კიდე დავტოვეთ მაზლუმის სადღაც აქაც. აქ თხებიცა და ცხვრებიც ყოფილან, ის ვერ გამახსენდა. მაზლუმ, მე მივდივარ შვილო. ეხლა ბალახში შედი ძმაო, გავიდე ცოტა. ის ტაისუნ ბაბა კიდევ ერთხელ გავუშვებთ, კარგი? იქიდან დესტანს გავუშვებთ, ნორა გაიქეცი. ნორა, მოდი შვილო აქ. დაიცადეთ სელქებო. ჰეი, მოდი ტაისინ ბაბა კიდევ ერთხელ გავუშვათ, რომ მაზლუმს ის ყურადღება გაეფანტოს. ტაისინ. ეს ბალახებიც უნდა მოჭრა, საკმაოდ გაიზარდნენ, მოდი. მოდი ფაშა. ერთი წუთი კარი გავავო, მოიცადე. მოიცადე, კარი გავავო, მოიცადე. მოდი. გამარჯობა. ესენი ძალიან ლამაზებია. მათთან ერთად კიდე ვინმე შეგვიძლია გავუშვათ? 100. გაგიშვა? 100. დაჯას დაესხმები თუ არა? რეინა. გოგო, წავიდეთ. რეინა შეგვიძლია ავიყვანოთ კიდეც, მაგრამ რეინას ახლა ეზოში ვერ დავუშვებ. რეინა დაესხმება, მეგობრებო. მარას ნუ გავუშვებთ. მარლას ტერიტორია უცნობია. დორა გავუშვათ, მოდი. დორა მათთან ერთად იბოდიალებს. დაჯა, მარა. ჰექტორ, ბაბა, გაგიშვა შენც, ჰექტორ. კიდევ ერთიც რო გავუშვა. იქნებ ეს მაინც შეეწყოს. ვერ გაიგებ. 100-ია, რა უშნოდ გახარ, გოგო, მოდი ჩვენთან. დორა, მოდი ლამაზო. დორა, მოდი ლამაზო. მაშალა შენ დორა, დაიცადე, დაჯა, ჰეი. მოიცადე. ჰეი, მოდი აქ. მოდი აქ. რამაზან, ნუ აკეთებ ამას. არამედ. როგორ არ უნდა გააბრაზო? გონიერად მოიქეცი. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ჩხუბი და ხმაური. გონიერად მოიქეცი. არავითარ შემთხვევაში. მოდი ძველით ჩაუშვოთ, ნახოთ. ფაისალ, ჩვენ ესენი ჩაუშვით, მაგრამ ფაისალი გაშვებულია თუ ჩაკეტილი? ეგ დაგვავიწყდა, მეგობრებო. ხო, მე ეს როგორ დამავიწყდა? ფაისალი იმედია სავშია. მოდი შევამოწმ. მართლა დამავიწყდა ეგ. შეულებრივ ფაისალს კეტავს სანამ მათ გაუშვებ. აქამდე არასდროს შეუტევიათ. მოდი დავიზვიოთ თავი, ძმაო. ვინ იცის რა მოხდება? მაზლო. ლამაზო ბიჭო. შენი ღირსება და პოზა მომწონს, ბიჭო. ისევ როგორ გაბრაზდი? ნახე. ნახე. გიჟი მაზლო, გიჟი. ნუ ჩხუბობთ, ბიჭო. არგენტინის ნამდვილი შვილი, დეიდე. შვიდად. მოდი ამ არგენტინის ნამდვილი შვილს ჩვენ გავუშვათ. იმედია ფაისალი სახშია, ძმაო. საათ, საფში რო არ იყოს, ალბათ გავიგებდით ახლა. საფშია. მოიცა, კარი მალე დავხურებ. ერთი წუთი. იცი, ღმერთს უყვარვართ, ხო იცი? მოიცადე, ნახე, გაიქეცი ერთი. გამოდი, ბიჭო. ერთი წუთი, გამოდი. კარის სახელი გაცვიდა. კარგი, მიდი, ფაისალ ბაბა იქ არის. მოდი შვილო, უშენოთ შეიძლება შვილო, უშენოთ. უშენოთ შეიძლება შვილო. ტაისი. შენ გარეშე შეიძლება, შენ გარეშე. მაზლუმის მთავარი მტერი ტაისი. ეხა ისის გამოუშვათ. დესტან ბაბას გავუშვებთ, ინშალა დესტანი არ იჩხუბებს. მოდი დესტანი ერთხელ გარედან ნახოთ. ტაისი ბაბა, მოდი შვილო ჩემო, მოდი. კეთილშობილების ნამდვილი შვილი, ნახე ის პატარაები შევაგროვე. პატარა ძაღლები ხავს, ხო იცი? ნახე, საერთოდ არ ცხუბობენ ერთმანეთში, ხედავ? ყველა ოის ის პატარაები აკეთებენ, ძმაო, ყველა ოის. განსაკუთრებით კი ის, ვინც წინ მიუძღვის 100. ნახე. არც ერთ ჩხუბთან არაფერია საქმება. მოდი. მოდი აბა. დიახ, დესტან ბაბა. შვილო, მზად ხარ? ჩემი სიმპათიური შვილი. დესტან ბაბა უკვე დიდი გახდა. რა კეთილშობილია ბიჭო. ბიჭო. ეს ხო ქარიზმის ნამდვილი შვილია. მაშალა, ჩემ შვილს. დესტანი ძალიან მკაცრი გახდა. ინშალა. გამოგიშვოთ კიდევაც შენ. დაიცადე, რომეოს არ ეჩხუბო. ტაისი, რომეოსთან ხუმრობა არ შეიძლება, ნახე. მაგალითად, რომეოს, მიას, ლეოს და სხვებს რო გამოუშვებ ახლა, 1,000,000% ჩხუბი ატყდება, ეგენი პირდაპირ ჩხუბობენ. იმ ბუჩურებს გამოუშვებ. ესენი ისედაც ბანდაა, ერთმა რო შეუტია, ყველა ერთად უტევს. ხო, აქვე ტრიალებს. ლიმუზინი. რასაკეთებ, გოგო, ზილი? ეხლა დესტან ბაბა ცოტა გაუშვებ, ძმაო. აკაც ტონი და სინდი მზად არიან. თქვენ არ უნდა მოხვიდეთ, მაგრამ. ესენი იჩხუბებენ კი? დაერევინე. გაატარე, ნახე, გაატარე ტონი და სინდი.
მე დესტანს გავუშვებ, თქვენ დაიცადეთ ბიჭო. თქვენ არ მოხვიდეთ. დაიცადე ნურაი არა. დესტანი ცოტა გარეთ გამოვიდა რა, ასალეთი აქვს ბიჭო, ბიждებ. კარიზმის ნამდვილი შვილია დესტანი. სიმპათიურობის ნამდვილი შვილია. მოდი აქ. დესტანმა ახთოვანებული. მოდი აქ. ვაი შენ შჭირიმე. ეს კუთხეული ტაზი-ტაზივით, ა? ვაი, ტყეების მეფე მოვიდა, ტყეების. დესტან ბაბა. მოდი შვილო. დაისუნა მაისუნა ამალგინ განაცნდება. ხარგენ ქლისინდა. აი იქ არავითარ შემთხვევაში არ გაამწვაო სიტუაცია. ერთი წუთი დესტანს ნუ აწუხებთ. დესტანი ხალხს აწუხებს, ხო? ნახე როგორ აიგზნო ეხლა. დეშა. დესტანი როგორ გაზრდილა ხო ძმაო, რას ვამბობ? ისეთი დიდი გახდა. მოდი შვილო, მოდი. ეხა პატარა ძაღლები რო ჩხუბობენ, მათი გაშველება და ჩარევა ადვილია. ესენი კი ხო იცი რთულია. ტაისუნი რომ ციკოს არ იჩხუბებს. ჰეი, რა მოხდა გაკოცებ? ჩემგან კოცნისაც კი შეგეშინდა. ჩემიც აიღე, შე არ ამზადა. ბიჭო, არ ხარ მიჩვეული კოცნას, ა? აუ, მამამის შენ ხარ, იქიდან ჩამოეკიდები, ხო იცი? სულ დაგვლი, ნახე? გაიგე? უთხარი რომ ვაკოცებდი და შეეშინდა. ალბათ იმიტომ რომ მიჩვეული არ არის. შედგა და მეც შემაშინა, არა მზადა. მოდი. იმას კუდი არ აქვს, ეგ კუდი ბაბუა, ძმაო. კუდზე მეტად უკან დაძდებს. დესტანი გადაირა, დესტანი, ნახე? დესტანი. საყვარელო, მოდი აქ. დესტანის კუდიც კარალინო. ორივე ძალიან უყვართ ერთმანეთს. ეხლა ის პაშა გაიხსნას. ცოტა ირბინოს, მოდი გოს მოვიდეს, ნახო. ჩემი ლომები, მოდი. როგორია ჩვენი ახალი ხროვა, ჰა? ხო, ტყიშგუდი კარგად გამოდის. ტაისონ ნურა ბაბუა. სვა, ტაისონ ნატაშა. დაჯა დესტან. კარალინო ტონი ეხლა. ნახე, დესტანი გადაირეს რაფად. დესტან. მოდი შვილო, მოდი. ვაი შენს დიდებულება შევეცი. ნამდვილი ლომია, მეგობრებო. ძალიან გაიზარდა, ნახე. დეჟას ძალიან უყვარს ის, ხედავ? მოდი მეც მოგეფერები, მოდი. მოდი ბიჭო. ეს ტიპი ყურადღებას არ მაქცევს, მაო. დავანებეთ თავი, ნახე. აჰა, გალია ეხლა გადმოვარდა, მოიცადე. დესტან ბაბა, ვერ მოგეფერე, მოდი შვილო, რა ენერგია გაქვს, მაშალლა. დაიცადე, ტაისონი გაიქცა, ოჰო, მოდი აქ. თქო, რას აკეთებ, გოგო? ტალახს გადაახტი, ნახე, არ გაბედო და ჩემზე არ გადმოხდე. დესტან. რა ხდება? ჰეი, მოდი აქ. მოდი. უკან ნორა და სინდი ერთმანეთს ეჭხუბებიან. ჰეი. არა, იცადე. გაჩერდი ძმაო დესტან. ძალიან ერევი, ხო? იცადე. სურათს არა აწყო. კარგი, დესტან, ნახე, მაცავენებაზე მიდის, პრობლემა არა. ნახე? ასე იქნება, ძმაო. ჩვენი თხის გუნდი, ჩვენი მონადირე გუნდი ემზადება, ასე იქნება. დაუნდობელი გუნდი. ესენი კაცრები არიან. ადამიანს ცოცხლად შეჭამენ. ესენი კაცსაც არ დაინდობენ. ესენი ადამიანს შაურმად გაახვევენ და ისე შეჭამენ. ეხლა მოდი ძმაო, მოდი ვნახოთ, ამ ხროვას როგორ გაუძღოდით. ესენი უკან გამონკვებია. ყველა უკან გამონკვეს. გაჩერდი. ოჰო. დესტანი ჯერ კიდევ პატარა, უფრო ნაზია, ჯერ კიდევ ლეკვია შვილო. აი ეს ყვავილებიც მოწყვიტე. დეჯა, მოდი. ყველა დესტანს დაესხა ძმაო. დესტანი დესტანზე მაშალა უფროსურად დავესხი, ა? დღეს დილით კაც ენერგია არ ეწურება. ზუსტად ჩემი განვითარების პიკში ვარ, რა. განვითარება, ხასიათი, მაშალა უნაკლოა, მეგობრებო. ინშალლა ცოტა კიდევ გაიზარდოს და ის ხასიათი ჩამოუყალიბდეს, ბომბაშვილი იქნება. ეხლა დესტანს დაცვის ტრენინგებს დაუწყებ. ხო, განსაკუთრებით მასზე ვიმუშავებ. დესტანის პოტენციალი ძალიან დიდია, ძალიან უშიშარია, ძალიან დიდი ხანია დაცვასთან ერთად არ მიმუშავია. დესტანთან ერთად დავიწყებ დაცვას, მაო. დესტან ბაბაზე ყურადღებას გავამახვილებ. მოდი დავიჯდე ასე, მოდი. ბუშურებსაც გავიშვებთ. ბუშურები. თქვენ იქ დარჩით. თქვენ არ მოხვიდეთ, მართალია. ნახე, ტალახი გამოგჩა. ჩემო ძვირფასო, ეხლა შენს ტალახში ჩამაგდებ. კარგი, მიყვარხარ შენს. მოდი, რა ლამაზია. ძმაო, მე ამათთან ერთად დიდი ხანია ვარ, კარგი.
ყველა ჩემთვის შვილია, სიცოცხლეა. ყველა როგორ არის ჩემზე მიბმული რა, ედგულები არიან, ხედავთ? ამიტომაც ამათთან ერთად ცხოვრებით სიამონებას ვიღებ. ხანდახან ბღლის ძალიან ბლის, მახუთავს, მაწუხებს. რა სიტულებსაც ვაწყდები, მხოლოდ ღმერთმა იცის და მე. მაგრამ მაინც ვერ თმობ ძმაო. տեսთან ბაბა, მოდი. გოგოებო, ცოტა ჩუმად იყავით რა. ხოთ. მოდი. ბუშურ. տեսტანზე გაბრაზდე. տեսტანზე, ჰა? აქ ჩემთვის დასაჯდომი ადგილი გავაკეთე, ამათ ხმაუში დაჯდომა შეუძლებელია. ესე დავჯდები. տեսტან, მოდი. տեսტან, მოდი ერთი. ღმერთის გულისათვის ამ ვიდეოს ვერაფრით შევიყვარე შენს გამო. ბაბუას ძალიან უშიაწუხებ, კარგი? տեսტანი ყველას აბრაზებს და მერე გარბის ძმაო. տեսტანს ისეთი სიმაღლე აქვს. მოდი ქვასთან. თავიდანვე რატომ იტევდი თავს, გოგო? კომენტარი იყოს, ეხლა გვერდიდან არ მშორდები. ნამდვილი მსახიობი ხარ, იუდა. თავიდან არ მენდობოდა, მაგრამ ეხლა მიჩვეულია ჩემთან. მეც მივეჩვიე მას. აი ასე ხდება ძაღლის აყვანის პროცესი, მეგობრებო. შენ ძაღლი აიყვან, ასე უბრალოდ ვერ იტყვი, რომ აიყვანე და კართან დააყენე. იმ ძაღლს ჯერ დრო სჭირდება. საჭიროა, რომ ჯერ გაიცნო ის. როგორი საჭიროებები აქვს, რა ქცევები და ჩვევები აქვს, რა თვისებები აქვს. ამის გასაგებად გარკვეული დრო მჭირდება. ძაღლმაც უნდა გაგიცნოს, ესეც საჭიროა. მანაც უნდა გენდოს. იგივე რამეები ადამიანებზეც ვცელდება, რაზეც ვსაუბრობდი. აბა რა მოხდა ეხლა? თავიდან რომ მიტევდა ძაღლი, ეხლა მადლობა ღმერთს, გვერდიდან ამშორდება. ყველაფრის საწყისი პირველ რიგში სიყვარული. თუ შენ ცხოველს შეიყვარებ და ცხოველი შენ შეგიყვარებს, ერთმანეთს თუ ენდობით, ხო გაიგეთ? ამის შემდეგ ის შენთან ერთგული იქნება, ჩემო საყვარელო. მაშალლა, ტაშიმა. უშნო გოგო, როდის მივდივართ კონკურსზე, შვილო, წაგიყვანო კონკურსებზე. იცანი ეს, ჩემი დიდი ბავშვია. ყველაზე მეტად რაც მომწონს მათში, ძმაო, ძალიან ბევრს ძილობენ და ადვილად ეგუებიან. ნახე, სხვა ურატებივით არასტაბილური არ არის, ძალიან ბევრს ძილობენ და ადვილად ეგუებიან. ამიტომ ძალიან მომწონს მათი ეს ხასიათი, მეგობრებო. მაშალლა, ჩემი ლამაზი გოგოა, ა? მაშალლა შენ. დაიცადე. დორა. რეც კი შევიყვარეთ, ბაბა, დესტანია ეს. ეხლა შევიყვარეთ, დესტან, მოდი. მოდი, ვიჭიდაოთ. ღმერთო, როგორ ბედნიერია, ჩემო საყვარელო. დესტან ბაბაოლეი. თქვენს დესტანს ჭკვიანურად გავაკეთებ, დესტანის სისწრაფეს ვერავინ ეწევა, კურთხეულია. შეხედე ამას. ღმერთო. გვერდით მიდის. ვაი, მაშალა ჩემს შურს. ძაღლები პირდაპირ დაგცინიან. დესტან, ყველას კი დასცინის. დესტან ბაბა. კი? ეხლა ყველას გააბრაზე. მოდი აქ. დესტან ბაბა. რას აკეთებთ ამათთან? ყველა ამბობს, ამაჩი კაცი არ არისო. ადამიანი. მოჭხუბარი. ძაღლი, ღმერთო. იუ, მოდი. ძმაო, მოიცადე. მოდი, დესტანთან. Dur. ძმაო, მოდი აქ. ჩემს ხაზზე რომ მოიწერს. ფრთხილად ვარ. მამამისი ზუსტად ასე მოიწერს ხოლმე ხელს. გაიგე? ხო არ შემომიტრიალდება მე. დაიცადე შვილო, თხო ნორმალურად იდექი. მოდი აქ. რატო არ მოდიხარ შენ? რატო არ მოდიხარ? მოდი ჯანდაბა, ირბინე. ჩიტი, ჩემი ლომი ირბინე. ჩიტი, მაშალოშე. ამ ხელზე რო ეტანება, შეგნებულად ვერ იდებ. ძმაო, ისე ვიქცავიდა. ოი, თუ რამეს დაისახავს, ბოლომდე მიყვება. მოდი აქ, არტისის, უშველებელი გმირობა. სიტყვას არ უსმენს, რჩევას არ ირებს, მეგობრებო. მოდი. ოი, მოდი შვილო, მოდი. არ ესმის ჩემი, არა უშავს ძმაო. ეხლა ამ დესტანს შევკეტავ, მეგობრებო. იმიტომ რომ გათამამდა. ხო, ეხლა იქაც დაანებით თავი, ჩემგან უფრო თამამდება. არ მისმენს, უპატიობას იჩენს. დღევანდელი ვიდეოც აქ დავასრულოთ, თავი ამტკივეს. კარგი, ძალიან მიყვართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არზე გამოწერა. კარგად მოუარეთ თავს. ნახვამდის, მშვიდობით მეგობრებო.